ქვემო ქართლი, საქართველოს სამხრეთი კედელი, მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგიული ფორპოსტი, უძველესი ქალაქ-ნასოფლარები, არხები, რკინის ხევსარკინეთები, კლდეკარები, ქარვასლები, გზები. ყველგან ჩანს აღმოსავლეთ საქართველოს, ქართის ტომის ყოფიერების კვალი. ქვემო ქართლია სათავე საქართველოს უძველესი კულტურის, აღნიშნავდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი. ამას მიანიშნებდა ქართული და უცხოური წყაროებიც. ეს ეხება მთლიანად ქვემო ქართლს, განსაკუთრებით ბოლნისის რაიონს. ბოლნისის სიონის, იაკობ ცურტაველისა და სულხან საბა ორბელიანის მხარეს. ისტორიულ საბარათიანო საორბელიანოს. ბოლნისის მუნიციპალიტეტს სამხრეთიდან ლოქის ქედით სომხეთი ესაზღვრება. აქეთ დმანისი, თეთრი წყარო და მარნეული. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის აზრით ამ რაიონში ყველაზე ადრე შემოვიდა ქრისტიანობა. აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ დამწერლობასა და მწერლობას. სოფელ ცურტავში დაიბადა ხუცესი იაკობ ცურტაველი. ავტორი პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებისა წამებაი წმინდისი შუშანიკისა დედოფლისი. ქართულ სულიერებასა და სიწმინდეებსაც პირველად საფრთხე სწორედ აქედან ემუქრებოდა. ამიტომაც ქვემო ქართლს ქართველი მეფეები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. ვახტანგ გორგასალი მეხუთე საუკუნეში საეკლესიო რეფორმას ატარებს და რეგიონში 4 საეპისკოპოსოს აარსებს. ჯუანშერის ცნობით ვახტანგმა დასვა ერთი ეპისკოპოსად ბოლნისს. სოფელ ქვემო ბოლნისის შუაგულში ვაკე ადგილას ფირუზისფერ მომწვანო ტუფით მოპირკეთებული სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი დგას. უგუმბათო ეკლესია ფარსმან მეფეს მეხუთე საუკუნეში აუგია. ბოლნისის სიონის კედლებს შემოუნახავს პირველი ქართული ასომთავრული წარწერები. უნიკალური მასალა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის. წარწერები მეხუთე-მეათე საუკუნეებშია შესრულებული და სხვადასხვა შინაარსისაა. ერთ-ერთი სწორედ ტაძრის აგების თარიღზე მიუთითებს. აღმოსავლეთ ფასადის სამკაულია საკურთხევლის სარკმლის ზემოთ ბოლნური ჯვრის გარშემო შესრულებული წარწერა. სასწაული სარწმუნოებისა ეს არის, რომ ბოლნისის სიონი 1500 წლოვანი ტაძარი დღეს თითქმის უცვლელი სახით შემოგვინახა და ამ ტაძარმა რაც მნიშვნელოვანია ასახა თავის კედლებზე პირველი ქართული ასომთავრული წარწერა. ტაძარი განსაკუთრებულად დაზიანდა მონღოლთა შემოსევების დროს. თემურლენგის თავდასხმას კი 500 ბოლნისელი შეეწირა. წამებულთა წმინდა ნაწილები 1938-39 წლებში გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს. იმ დროს დიდი ბერმონაზნული ცხოვრება იყო აღორძინებული და სავარაუდოდ ბერები უმეტესი იყო ამ 500 ადამიანიდან. მხოლოდ ეს ვიცით, რომ თავის ქალები იყო დაბრძანებული ტაძარში ჩვენ საუკუნეში და გადაბრძანებულია ტაძრიდან უკვე მე-20 საუკუნეში და სად არავინ არ იცის. ბოლნისის სიონი მე-17 საუკუნეში მარიამ დედოფლის თაოსნობით განუახლებიათ. თუმცა დღესდღეობით მომატებული ტენიანობის გამო უძველესი ტაძრის კედლებსა და საფლავის ქვებს საფრთხე ემუქრება. საშიშიც არის მთლიანად ტაძრის დახურვა, ფანჯრებიც კი ღია არის ამჟამად, იმიტომ რომ ტენიანობა არის მომატებული. მოწვეული არის გეოლოგიური პარტია თბილისიდან. სულ რამდენიმე თვის წინ აწარმოეს გათხრები, რაღაცა ჩატარდება ალბათ ტაძრის გარედან და ტაძრის შიგნითაც. 1989 წლიდან ბოლნისის სიონი მოქმედი ეკლესია და ბოლნელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. თავისი არქიტექტურით, ორნამენტებითა და რელიეფური ქანდაკებებით ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა საქართველოში. საქართველოს არც ერთი მხარის შესახებ არ შემონახულა იმდენი ისტორიულ-გეოგრაფიული მასალა, რამდენიც ქვემო ქართლის შესახებ. განსაკუთრებით დეტალურად აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში რამდენიმე წელი ამ ისტორიული პროვინციის სარდალი ყოფილა და მეფის დავალებით აღუწერია ქვეყნის მოწინავე სადროშო. ცნობების სიმრავლე განსაზღვრა იმანაც, რომ იმ დროს ქვემო ქართლს ჯერ ორი დიდი გვარი, ბარათაშვილი და ყაფლანიშვილი განაგებდა. მოგვიანებით უკვე მათი განშტოების წარმომადგენლის, დიდი სახელმწიფო მოღვაწის ყაფლან ორბელიშვილის შთამომავლები ორბელიანები. საორბელო სოფელმა ტანძიამ სამუდამოდ დაავალა ქართული მწერლობა. აქ დაიბადა 1658 წელს ყაფლან ორბელიშვილის შვილიშვილი სულხან საბა ორბელიანი.
ტანძიის ყვავილოვან და ნაკადულებიან მდელოებში გაიგო მომავალმა ლექსიკოგრაფმა ის სახელები, რომლებიც შემდეგ მის კაპიტალურ ლექსიკონში შევიდა. აქ გაიცნო ის ხალხური სიბრძნე, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო მის შემოქმედებას. ამ ბუნებამ, ამ ხალხმა დაასაჩუქრა მომავალი მწერალი, მეცნიერი, მოიგავე ჭკუით, ირონიით, ბუნებისა და ადამიანის სიყვარულითო. წერს გიორგი ლეონიძე სულხან საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ ვრცელ მონოგრაფიაში. ერობაში სულხანი ბერად აღკვეცის მერე სულხან საბა ორბელიანი, დიდი ქართველი დიპლომატი და ვეზირი საქართველოსი, მეცნიერი და კარტოგრაფი, ლიტერატორი და მეიგავე, ქართლის მეფეთა ახლო ნათესავი და გამზრდელი. საქართველოსთვის იცხოვრა. შორეულ რუსეთსა და ევროპაში კარდაკარიერა მისი ხსნისთვის და მასვე შეეწირა. ვერ ეღირსა სამშობლოში დაბრუნებას. მოსკოვში დალია სული. შთამომავლობას დაუტოვა ფასდაუდებელი საუნჯე. ადრეულ ასაკში თარგმნილი ინდური ეპოსი, ქილილა და დამანა, ქართული ლექსიკონის სიტყვის გონა, იგავარაკთა ორიგინალური კრებულის სიბრძნე სიცროისა, ქართული დოკუმენტური პროზის პირველი და უნიკალური ნიმუში, ევროპაში მოგზაურობის დღიური მოგზაურობა ევროპაში, სამოთხის კარნი და სწავლანი სასულიერო სემინარიისთვის. შვილი არ დარჩენია ქართული ლექსის რეფორმატორს, არც მისეული ნივთი შემოუნახავს ტანძიას. ორბელიანების საგვარეულო ერთი პატარა კარის ეკლესია და ევროპიდან ჩამოტანილი და მისივე ხელით დარგული რამდენიმე იასამანი შემორჩა მშობლიურ სოფელს. მოგვიანებით ტანძიაში ორბელიანების ფუძეზე ქართული ინტელიგენციისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მცდელობით აშენდა სულხან საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი. ზუსტად აი ამ ადგილზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, იდგა ორბელიანთა სასახლე, რომელიც 1936 წელს კომუნისტების მიერ შეგნებულად იქნა დანგრეული. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გაიხსნა ლიტერატურული მუზეუმი. მუზეუმის შენობის არქიტექტურა ეკუთვნის არქიტექტორ ნუკრი ალხაზაშვილს, ხოლო მხატვრული გაფორმება საქართველოს დამსახურებულ მხატვარს ზურაბ სამხარაძეს. კიდევ დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ ელიზბარ ჯაველიძეს და რეზო სირაძეს აი ამ მუზეუმის მხატვრული ექსპოზიციის გაფორმებაში. დღევანდელი ბოლნისის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ბოლნისი, შუა საუკუნეებში ბოვნისად მოიხსენიებოდა. სულხან საბას განმარტებით, ბოვი მადნის სადნობ ქურას ნიშნავს, რაც იმას მიანიშნებს, რომ მდინარე ფოლადაურის ხეობის მკვიდრი მოსახლეობა უძველესი დროიდან მისდევდა სპილენძისა და რკინის წარმოებას. მდინარე ფოლადაურის ხეობაში დღემდეა შემორჩენილი ერეკლე მეფის დროინდელი თოფხანა და ფოლადის სადნობი ღუმელები. ბოლნისი ქალაქად პირველად მე-5 საუკუნეში ქართლის ცხოვრებაში ჩნდება. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მე-18 საუკუნეში მოხსენიებული მცირე ქალაქი მტრის შემოსევის შედეგად მთლიანად განადგურებულა და დღევანდელი ბოლნისი ორი უძველესი ქართული სოფლის, ყორანთისა და ველკეთილის ნამოსახლარებზე გაშენებულა. აღარც ამ სოფლებში დარჩენილა მკვიდრი მოსახლეობა, არაბების, ყიზილბაშების, მონღოლების, თურქების შემოსევის შემდეგ. არც ლეკებს დაუკვლიათ ხელი, გაწყვეტილა ადგილობრივი მოსახლეობა. რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე სიდია განახორციელა შვილიშვილმა, ალექსანდრე I-მა და 1816 წლიდან ვიურტემბერგელი გერმანელები ჩამოასახლეს საქართველოში, მაშინდელ ბორჩალოს გუბერნიაში. საბარათიანო საორბელიანო საგვარეულოს დიდი მუხნარის ადგილას 1818 წელს გერმანული დასახლება გაჩნდა ეკატერინე ფელდის სახელით. აქედან იწყება ახალი ბოლნისის ახალი ისტორიაც. გამოწყვეტილმა ომებმა და განსაკუთრებით ლეკიანობამ საქართველოში ამოწყვიტა აქაური მოსახლეობა. პაპუნა ორბელიანი წერდა, რომ ქვემო ქართლში, განსაკუთრებით ბოლნისის რეგიონში, ისი ამოწყვიტეს ქართველი მოსახლეობა, რომ ერთი სახლის კი არ დარჩა აქ ბოლნისში. საქართველოში 1400 ოჯახი ჩამოვიდა 1817 წლის აპრილისთვის. ერთი წლის მერე მოაღწიეს საქართველოს. ზაფხულში ჩამოვიდნენ. აქაურ სიცხეს ვერ გაუძლეს. ზოგი დაავადდა და გარდაიცვალა, მაგრამ ვინც დარჩა, იმპერატორისგან სოლიდური დახმარება მიიღო. პოლიტიკური თვალსაზრისით ჰქონდა მას. გერმანელები უნდათ გამოეყენებინათ როგორც ჟანდარმი. პირველ რიგში სჭირდებოდა სახლებს აშენება. სახლებისთვის მუხის მასალა უფასოდ გამოუყო ყველა კოლონისტის ოჯახს. ვანდალურად გაჩეხეს და ამით დამზადებული მუხის მასალით შენდებოდა გერმანული სახლები. ყოველ ოჯახს გერმანელისას გამოუყეს 400 რუსული რუბლი და საუკეთესო მიწები გამოუყეს დასამუშავებლად.
1824 წლისთვის უკვე დაიწყო გაუკაცრიელებულ მხარეს გამრჯეხელი. ეკატერინეს სახელობის ქალაქში აშენდა ლუთერანული ეკლესია, სკოლა, გოთური ტიპის სახლები თავისი ეზოებით, ქვაფენილით, შიდა საკანალიზაციო და სარწყავი არხებით, უნიკალური სარდაფებითა და გათბობის გერმანული სისტემით. ბოლნის დღემდე შემორჩა ტერასებიანი პარკი, წისქვილი. შრომის მოყვარე გონიერი გერმანელები აქა-იქ შემორჩენილი ქართველი გლეხების დახმარებით აწარმოებდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. პირველად შემოიტანეს კარტოფილის კულტურა, აშენებდნენ ხეხილის ბაღებს და ვაზს. თან გერმანული ვაზის ჯიშები ჩამოიტანეს, მაგრამ მოგვიანებით ისევ ადგილობრივი საღვინე ჯიშები, ქაწითელი, თავკვერი და საფერავი ამჯობინეს. პირველ რიგში დაიწყეს ღვინის დამზადება, დაწურვა, დამზადება. ქაწითელას ჯიშის ყურძნისაგან. ერთი თუნგი ღვინო იყიდებოდა 2 აბაზად და გერმანელები ხანდახან ხაწითელას კი აღარ ახსენებდნენ, ამ ღვინოს უწოდებდნენ 2 აბაზას. გერმანიაშიც კი გაქონდათ ოქროზე ეს ღვინო. გასაბჭოების შემდეგ ქალაქს სახელი შეეცვალა. ისევ გერმანელის, ოღონდ ამჯერად რევოლუციონერის, როზა ლუქსემბურგის სახელი დაერქვა. გერმანელების კოლონია არსებობას აგრძელებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ყაზახეთში გაასახლეს. დატოვეს მხოლოდ ის, ვისაც ნათესაური კავშირი ჰქონდა ქართველებთან. ლუქსემბურგს კი ისევ შეეცვალა სახელი და 1967 წლიდან ბოლნისი დაერქვა. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. ჭრელი დემოგრაფიული ფონით. სარწმუნოების მიხედვით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაჰმადიანია. მეორე ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა კი ძირითადად გრიგორიანელი. აზერბაიჯანელები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობაა. მათი ნაწილი კომპაქტურად სწორედ ბოლნისის რაიონშია დასახლებული. ყველაზე დიდი სოფელია ქვემო ბოლნისი, ქაფანაკჩი. დღეს აქ 2000-მდე აზერბაიჯანული ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ აქ დიდი ხანია ვცხოვრობთ. მართალია, როგორც ქართველებს სოციალური პრობლემები, მათ შორის უმუშევრობა ჩვენს გვაწუხებს, მაგრამ მაინც ვახერხებთ ოჯახების მოვლას. კარგი იქნება თუ სარწყავი წყლის პრობლემას მოგვიგვარებენ. სხვა მხრივ ყველაფერი კარგად არის. ქართველებს ჩვენ ძმებად მივიჩნევთ და საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს მათთან. ჩვენ და სხვა ნეკომიგრანტებს აზერბაიჯანის მთავრობაც გვეხმარება. ქვემო ბოლნისელი აზერბაიჯანელები ეროვნული თვითყოფადობის შენარჩუნებას ახერხებენ. აქ ეროვნულ დღესასწაულებსაც აღნიშნავენ და რელიგიურსაც. 2005 წელს სოფელში ააშენეს კიდევ ერთი მეჩეთი. მოხარულები ვართ, რომ ცხოვრობთ საქართველოში, სადაც კარგად არის დაცული ეთნიკური უმცირესობების უფლებები. სახელმწიფო ხელს გვიწყობს ეროვნული და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაში. უკვე მეოთხე წელია თბილისში მყოფ შეიხს ვექვემდებარებით. სწორედ ის გვეხმარება ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაში. რეგიონში, სადაც მოსახლეობის 60-70% ეთნიკური აზერბაიჯანელია, ბოლო პერიოდში ქართული ენისადმი ინტერესი გაიზარდა. თანატოლების მსგავსად ქართული ანბანი დინარმაც სრულყოფილად შეისწავლა. უკვე კითხვაც თავისუფლად ეხერხება და დედაენის ავტორის ვინაობაც არ ეშლება. იცის ქართული წინადადებების შედგენა და აზრის ქართულად ჩამოყალიბებასაც ცდილობს. ქართული ანბანი შეადგინა იაკო გოგებაშვილმა. ლამბარი განთებულა დედაბოწად მას ქართული ენის სწავლებას მშობლები ძალიან ცდილობენ. დიდი მოთხოვნილება გახლავთ. დასასრულს მე-5 წელი ახლა ვსწავლობ. პირველ თავიდან იყო 3 ბავშვი, მაგრამ იმდენად მოთხოვნილებაა, რომ ახლა 15 ბავშვი არის პირადად ჩემს კლასში. დანარჩენ კლასებშიც კი უამრავი მოთხოვნილებაა. აზერბაიჯანულ სკოლაში, სადაც დინარი ქართულს სწავლობს, ქართული სექტორი 6 წლის წინ გაიხსნა. ქვემო ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში 480 ბავშვი სწავლობს, მათ შორის არიან ქართველი დევნილი ბავშვებიც. ბავშვები, რომელიც დაბადებული არიან საქართველოში, უნდა ისწავლათ მაღალი დონეზე ქართული ენა. იმიტომ რომ ქართული ენა არის ჩვენი სახელმწიფო ენა. ქართული ხალხი, ქართული არის მსოფლიოში ძალიან გონიერი გიჟიანი ხალხია და თავის კულტურით, თავის ისტორიით, თავის პოლიტიკის და ეკონომიკით არის და იქნება ერთ-ერთი განვითარებლის ქვეყანა ევროპაშიდან ქვეყანაში. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი რაიონია ქვემო ქართლში, სადაც მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს მოხერხდა რამდენიმე ქართული სოფლისა და მდინარის სახელის აღდგენა. ისევ გაჩნდა ბოლნისის რუკაზე რატევანი, თამარისი, ცურტავი,
ქვემო ბოლნისი. გაიზარდა ქართველი მოსახლეობის რაოდენობაც. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლდნენ იმერლები, რაჭველები, ლეჩხუმელები, აჭარლები და სვანები. დღეს ბოლნისი მთელი საქართველოა. ამიტომაც ადგილობრივი მოსახლეობა ხუმრობით ბოლნის საქართველოს შეერთებულ შტატებს ეძახის. 1989 წლის 19 აპრილს ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მეწყერმა სოფელი წაბლანა მთლიანად გაანადგურა და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სოფლის მცხოვრებლები 218 კომლი სტიქიური უბედურების ზონას გაარიდეს და ბოლნისის რაიონში ჩაასახლეს. მათთვის ახალი სოფელი აშენდა, რომელსაც ახლა დისვერი ჰქვია. ძალიან კარგი სოფელია, ძალიან კარგად შეგვებულია, კარგი მეზობლობა ურთიერთშორის, ყველანაირად კარგად. ჩვენი ხალხის პრინციპი, აჭარელი კაცის პრინციპი რა იცი? სადაც დაიწყებს ცხოვრებას, იქ უხმად გაჩერება არ შეუძლია. ფიზიკური შრომით, იმით და იმასაც არ იკადრებს. ახალი კაცი რომ ბიჭო 2 წელი იცხოვრა, გააგდო და წავიდა სხვაგან და ეძება რაღაცა. მთლიანად აჭარლებით დასახლებულ სოფელში 6 წელია რაც ეკლესია აშენდა. ახლა დაგებულ ეკლესიაში შაბათ-კვირას წირვალოც ატარდება. სოფლის მაცხოვრებლები კი ამ ტაძარში იწერენ ჯვარს და ინათლებიან. ეკლესია სანამ აშენდებოდა, აქ გარკვეული რაოდენობის ხალხმა მოინათლა თავისი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით. საქართველოში საერთოდ ქართველი ადამიანების ინტერესი უნდა დაიცავოს ყველა ადამიანმა. მოგეხსენებათ რომ ანდრია პირველწოდებული აჭარიდან შემოვიდა და პირველი ქრისტიანობა იქიდან წამოვიდა ჩვენიდან და დღესდღეობით რა თქმა უნდა მოვდივართ რა იმ ჭკუაზე და ჩვენი წინაპრების ინტერესები დავიცავოთ და ჩვენს წინაპრებს მივესალმოთ და ყველამ ქრისტიანულად მივიდეთ ეკლესიაში და ვილოცოთ. საჩხერის რაიონის სოფელ ჩონთოდან იმერლები აქ გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოასახლეს. როგორც თავად ამბობენ, ჩამოსახლება გეგმიური ყოფილა და მიზანი რაიონის ნაყოფიერი მიწების ათვისება იყო. სულ ამ მხარეში 220 კომლე ჩამოასახლეს. ბოლნისელი იმერლები ტრადიციებსაც ინარჩუნებენ და ურთიერთობასაც იმერეთში დარჩენილ ნათესავებთან. ნათესავები ახლა კი დარჩე ბევრი, მაგრამ თვითონ ჩვენ საბჭოდან თლიანად წამოვედი, თელი სოფელი, 5 სოფელი იყო და წამოვედი თლიანად. არავინ არ დარჩენილა ჩვენ სოფელში. რო ჩამოვედით, ბრიგადა შევიხვდეთ, ჩვენ ის ხალხი ვიყავით ისევე ბრიგადაში. და აქ დავსახდით მეზობლურად, რა ვარც მე მოვედით იქიდან, ვის გვერდში დავცხოვრობდით, იმის გვერდში დავესახლეთ აქაც. ტრადიციები ყველაფერი, ჩვენი თუ რამე გაგვას და ყველაფერი. ქვეყანაზე არ იქნება რაიონი, ჩვენი რაიონი არ განსაკუთრებით. თელ ქვეყანაზე ყველა სოფელში. ვერც წყალი წაგვიღებს, ვერც მეწყერი მოგვიდგება და ვერაფერი. ვარ თავისუფალ. 1985 წლის სტიქიის შედეგად 120 კომლის სვანი სოფელ ტანძიაში დასახლდა. აქ ძირითადად მესტიის რაიონიდან წამოსული მოსახლეობა ჭარბობს. სხვების მსგავსად მათაც აქვთ შემონახული საკუთარი კუთხიდან გამოყოლილი ძირძველი ტრადიციები და არც ურთიერთობას წყვეტენ სვანეთში დარჩენილ ნათესაობასთან. უფროსი თაობის წარმომადგენლები ყოველ წელს ჩადიან სვანეთში, რათა მამაპაპისეული ფუძე არ დაკარგონ. ტრადიციები ძირითადად შენარჩუნებულია კი ბატონო. ვცდილობთ რომ არ დავკარგოთ. უკვე დავეჩვიეთ აქ ცხოვრებას. პირველ ხანებში გაგვიჭირდა კი, სანამ ვიეჩვეოდით, აკლიმატიზაცია არ მქონდა მიღებული, მე მიეჩვიეთ ყველაფერს აქ და არა ცუდი ადგილი. ძალიან თბილი ხალხი დაგვდა, ძირძველი ტანძილები. როგორც სვანები ამბობენ, თავიდან მთიდან ჩამოსულებს ბარში ცხოვრება გაუჭირდათ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აკლიმატიზაცია იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ახალ გარემოს შეეგუენ და ბოლნისის ნაყოფიერ მიწაზე კარგი მოსავალიც მოჰყავთ. უფროს ხალხს გაუჭირდა, რა თქმა უნდა, ზოგიერთი დაბრუნდა უკა. ახალგაზრდებს არ გაუჭირდათ, შეეჩვიათ. 80% მაინც აქვს კავშირი. იშვიათია ის, რომ მიეტოვებინოს სახლები.
ბოლნისის ტერიტორიაზე ოდითგანვე მოიპოვებდნენ ოქროს. დღემდეა შემონახული საყდრისი ყაჩაღიანის უძველესი საბადო, სადაც აღმოჩნდა ოქროს მოპოვება დამუშავების მიმანიშნებელი არტეფაქტები. ეს მასალა იყო დასაწყობებული შენახული გეოლოგიური გვირაბის ტერიტორიაზე, საყდრისის მაღაროში და ეს წარმოადგენს უძველესი ოქროს მოპოვების იარაღებს, რომლის საშუალებითაც 3-5000 წლის წინ საყდრისის ტერიტორიაზე ხდებოდა ოქროს მადნის მოპოვება და გადამუშავება. საბადოს ტერიტორიაზე ისევ მიმდინარეობს მადნის ამოღება. ოქროს მოიპოვებს კომპანია RMG და ითხოვს ძეგლის სტატუსის გადახედვას. როგორ გადაწყდება საყდრისი ყაჩაღიანის საბადოს მომავალი, გაურკვეველია. ფაქტია, რომ ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე ოქროს გარკვეული მარაგი არსებობდა და მის ამოღებაზე ქვეყანა უსათუოდ იზრუნებდა. ოქროსა და სპილენძის საბადოს არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეს არსებობს მადნეულის კომბინატი, რომელიც ადგილობრივ ნედლეულზე ოქროს სპილენძ ბარით პოლიმეტალების მოპოვება გამდიდრებაზე მუშაობს. საბადოს შესწავლა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. რამდენიმე წელში აშენდა ფერადი ლითონების ერთ-ერთი უდიდესი საწარმო ფლაგმანი მადნეულის კომბინატი. პარალელურად სრულიად უკაცრიელ ტერიტორიაზე დაარსდა დიდი დასახლება, დაბა კაზრეთი. 1975 წელს ექსპლუატაციაში შესული კომბინატი მოიპოვებდა სპილენძის, ბარიტის, ოქროსა და ვერცხლის შემცველი კვარციტების, სპილენძის და ბარიტის პოლიმეტალურ მადნებს. ამდიდრებდა და გაჰქონდა ბაზარზე. აქ იყო დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. მადნეულის კომბინატი დღეს უცხოური კომპანიის საკუთრებაა. ისევ მუშაობს და ორი რაიონის, ბოლნისისა და დმანისის ბიუჯეტის ძირითადი შემავსებელია. ოქროს მოპოვება ხდებოდა კვარციტული ქანებისგან, რომელიც იქნებ დასაწყობებული, მაშინ არ არსებობდა შესაბამისი ტექნოლოგია, რომ ოქრო აქედან ამოეღოთ. ამიტომ ხდებოდა მათი დასაწყობება. როდესაც უკვე შესაძლებლობა მისცა ტექნოლოგიამ ამ კვარციტული ქანებიდან ამოეღოთ ოქრო, უკვე ჩამოყალიბდა ახალი კომპანია კვარციტი, მაშინდელი, ახლა RMG Gold და დაიწყო იმ შეგროვებული ქანების დამუშავება და იქიდან ოქროს მოპოვება. ამ გიგანტურ საწარმოში 2000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, მაგრამ კომბინატი წლების მანძილზე მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებს უქმნიდა რაიონს. ოქროს გადამამუშავებელ საწარმოსთან ახლოს მდებარე პატარა მდინარე კაზრეთულა კომბინატიდან ჩამდინარე ტექნიკური წყლის გამო წლების მანძილზე მკვდარ მდინარედ ითვლებოდა. შეერთების მონაკვეთზე აბინძურებდა მდინარე მაშავერასაც და გამდინარე სარწყავი სისტემებით ხვდებოდა ბოლნისის რაიონის სოფლის მეურნეობის სავარგულებზე. შედეგი წლების მანძილზე უარყოფითად აისახებოდა ბოლნისის რაიონის გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამჟამად მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ახალმა მენეჯმენტმა დავგეგმეთ რიგი გარემოსდაცვითი პროექტების, რომლებიც უნდა განვახორციელოთ, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად. ეს არის ავარიული დამცავი სალექარების კასკადი, რომელშიც მოხდება ყველა შესაძლო და არსებული წყლის ნაკადების კონცენტრირება. დაგეგმილი გვაქვს დაიდგას სპეციალური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უკვე ფიზიკურად გაწმინდავს წყალს და საშუალებას მოგცემს, რომ გარემოში გაუშვათ უკვე სუფთა წყალი. ბოლნისის, ანუ ფოლადაურის ხეობა ძირითადად მოიცავს მდინარეების ფოლადაურის, მაშავერას, კაზრეთისა და ქციის ხეობებს. გარდა სოფლის მეურნეობის არაერთი დარგისა, პროვინცია მდიდარია სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალით, მათ შორის ბოლნური ტუფით, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ ტაძრების მოსაპირკეთებლად. სამშენებლო მასალად იყენებდა საბჭოური რუსეთიც. აქაური ტუფით არის ნაშენები მოსკოვის საქალაქო საბჭო, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობები. ბოლნური ტუფითაა შემკული წუღრუღაშენის დიდებული ტაძარი. ფოლადაურის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს, მთის კალთიდან ტანწვრილი და მაღალგუმბათიანი ტაძრის სილუეტი მოჩანს. მთაზე, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონმა მცირე მთა ბოლნისისასა უწოდა, დგას მოყვითალო ოქროსფერი, ღვინის და ცისფერი ქვებით ნაშენი ტაძარი, უხვად შემკული მდიდრული ჩუქურთმებითა და გამორჩეული ოსტატობით გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის გუმბათის ყელით. ტაძარი აშენებულია მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში ლაშა გიორგის ეპოქაში. გამორჩეულია სხვა ტაძრებთან შედარებით იმით, რომ აქ ყველაზე მაღალი გუმბათი საქართველოში პროპორციულად. გამოირჩევა თავის ჩუქურთმებით, აგრეთვე როგორც ნიკორწმინდა ფიტარეთი
და ანალოგიას აკეთებენ ამ ტაძართან, რომ არის ერთ ეპოქაში აშენებული. თავიდან მოხატული იყო თავიდან ტაძარი და ფრესკები არის ალაგ-ალაგ შემორჩენილი საკურთხეველში და კარების თავზე. გუნბადის მონასტრის შესახებ, რომელსაც მოგვიანებით წუღრუღაშენი ეწოდა, ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება. ერთადერთი წყარო, საიდანაც ირკვევა, რომ ტაძარი თამარ მეფის მემკვიდრის, ლაშა გიორგის დროს, ვინმე ჰასან არსენის დესაუგია, ფასადის წარწერებია. ვახუშტი ბატონიშვილის ნაწერებით კი ცნობილი ხდება, რომ მე-18 საუკუნეში წუღრუღაშენი მოქმედი მონასტერი აღარ ყოფილა. სამონასტრო ცხოვრება მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღდგენილა. დღეს ტაძარი იუნესკოს სიაშია შეყვანილი. წუღრუღაშენის მისადგომები კარგი კლიმატური პირობების გამო თავის დროზე რეკრეაციულ ზონად ითვლებოდა. აშენდა რამდენიმე კოტეჯიც, მაგრამ მეპატრონეებმა ვეღარ მოუარეს. გაძარცულ სახლებზე დღეს წუღრუღაშენის მონასტრის მამათა ლავრის ბერები ზრუნავენ. ამრავლებენ საქონლისა და ხორბლის ადგილობრივ ჯიშებს. მოწეული მოსავლის დიდ ნაწილს მონასტერი ბავშვთა სახლებსა და საავადმყოფოებს უგზავნის. ეს ყველაფერი მიტოვებული იყო, სანამ დაიწყებდა მონასტერი თავის ღვაწლს, მამა სერაფიმე რომ მოვიდა, აქ გადაწყვიტა მეურნეობის აშენება. ქართული ჯიშის ხორბალზე მუშაობს მონასტერი, დიახ, ესე იგი 16 ჯიშიდან, ენდემური ჯიშიდან 12 ჯიში მონასტერს გააჩნია. მაშავერას ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქვეშის ციხე განვითარებული შუა საუკუნეების საქართველოს ძლიერი თავდაცვითი ნაგებობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მტრისთვის ძნელად ასაღები ყოფილა. ამიტომაც აურჩევია ფაქტიურად მთელი დასავლეთ საქართველოს მფლობელს, თამარ მეფის დიდ მოხელეს, მსახურთ უხუცეს ვარდან დადიანს საკუთარ რეზიდენციად. თამარის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დამარცხების შემდეგ ციხე მეფის ერთგული თორელების ხელში გადასულა. ბაგრატ მე-6-ის ტახტზე ასვლის შემდგომ მფლობელები ჯავახიშვილები ხდებიან. მათთვის ბაგრატის ნაბოძების სიგელიდან ირკვევა, რომ მდებარეობიდან გამომდინარე ციხეს საბაჟოს ფუნქციაც ჰქონია. ჯავახიშვილების შემდეგ მას ბარათაშვილები ეპატრონებიან. ციხე ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლოა. ბოლნისის ეპარქიაში 120-მდე ეკლესია და ნატაძრალია. თუმცა რეგიონში, სადაც ქართველები უმცირესობაში არიან, მართლმადიდებლობის დაცვა და გაძლიერება განსაკუთრებულად საზრუნავია. ეკლესიის მიზანი არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ისტორიული ძირძველი ჭეშმარიტი სარწმუნოების მართლმადიდებლობის გავრცელება, მიტოვებული ეკლესია მონასტრების აღდგენა, აღორძინება, აიდან სადაც მეტად საჭიროა, იქ მეტ ძალისხმევას ითხოვს ჩვენი რწმენისა და სამშობლოს გადარჩენის საქმე. სულ დაახლოებით 10 ქართული სოფელია, ქრისტიანული სოფელია ბოლნისის რაიონში და უკვე ყველგან მოქმედია ეკლესიები და სასულიერო პირი მოვაწეობს. ამ საუკუნეში, 21 საუკუნეში ავაგეთ ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, ეს როგორც ახალი სიტყვა ამ ეპოქის, როგორც მეტგვარი გვირგვინი, ესე დაიდგა ბოლნისმა. მართლმადიდებლური ეკლესიისა და ეპარქიის წარმომადგენლები პატივისცემით ეკიდებიან აზერბაიჯანული მოსახლეობის ეროვნულ ტრადიციებსა და რელიგიას. მიაჩნიათ, რომ მუსლიმებს საკუთარი რელიგიური რიტუალების ჩატარებაში ხელი არ უნდა შეეშალოთ. თუმცა არც უმცირესობაში მყოფ მართლმადიდებელთა უფლებები უნდა შეილახოს. ზოგჯერ თავს იჩენს მე ვიტყოდი არა ხალხისგან და არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად რაღაც ესეთი მდგომარეობა, რომელიც მიუღებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ალბათ ერისთვის არის ცდილობები, თქვათ, უკანონოდ გარკვეული მინარეთების აღმართვისა, ბოლნისის სიონის მახლობლად მათი მეჩეთიდან ისმის, ასე ვთქვათ, ხმა მათი რელიგიური რიტუალისა და ეს მას შემოდის მართლმადიდებლურ ტაძარში ჩვენი ლოცვის დროს. ჩვენ ამაზე კიდევ ერთხელ თქონით მიმართავთ. ვისაც ეს ხელეძიება, რომ ესეთი საკითხები ძალიან ფაქიზად იქნას დარეგულირებული და მოწესრიგებული. მხარდაჭერა და ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში უმცირესობაში მყოფ ეთნიკურ ქართველებსაც ესაჭიროებათ. გონივრული პოლიტიკის გატარება ამ ხარისთვის, როგორც წარსულში, დღესაც აქტუალურია. სწორედ აქ ჭირდება როგორც რაოდენობრივი, ისე სულიერი თუ ეროვნული გაძლიერება
აი ამ კუთხეს და მე ვისურვებდი რომ ამ ხრივ იგივე დღევანდელ მმართველობასაც და სახელმწიფოს მეტი ესეთი გონივრული პოლიტიკის ეროვნული თუ სოციალური პოლიტიკის გატარება მართებს რომ როგორ უშველოთ აი ასეთ პერიფერიულ რაიონებს სადაც ესეთი წვავე მდგომარეობა არის რომ ამავდროულად არ დაიღოს ის ეთნიკური ბალანსიც და ჩვენი ეროვნული ინტერესებიც იქნეს გათვალისწინებული. რაიონში, სადაც ქართული სოფელი მხოლოდ 6-ია, ქართული მოსახლეობა მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვს. დევნოზაშვილების ოჯახი სოფელ რატევანის ძირძველი მაცხოვრებლები არიან. ჩვენი ყურადღება კარგად მოვლილმა კარმიდამომ მიექცია და ოჯახის უფროსმაც სიამოვნებით მიგვიპატიჟა. ეზოც დაგვათვალიერებინა და საკუთარი გულის წუხილიც გაგვიზიარა იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში მისთვის და მისი თანასოფლელებისთვის ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება. ჩემი თხოვნა არის ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინონ ჩვენს მიმართ, ჩვენმა ახალმა მთავრობამ. ჩვენ გვაქვს დიდი სოფელი, გვაქვს ახალგაზრდობა, ბევრი ახალგაზრდობა, რომელსაც სჭირდება სამოსახლო. მიწები სჭირდება, რომ ავაშენოთ სახლები ახალგაზრდობისთვის. და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს გაითვალისწინონ და ქართულ სოფლებს შეუნარჩუნოთ სიძლიერე. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში და კერძოდ ბოლნისში ქართულ მოსახლეობაში შობადობა არის ძალიან ნაკლები. ჩვენი ახალგაზრდობა მოწადინებული არის გამრავლებისათვის და პატარა ხელშეწყობა გვინდა რომ დაოჯახდნენ და ბევრი შვილები გაუზარდონ სამშობლოს. საერთოდ შობადობა დაბალი არის ქვეყანაში და რა თქმა უნდა სასურველია რაღაც მოხდეს ან პოპულარიზაცია ან რაღაც როლიკების დამზადება ტელევიზიის ან მედიას საშუალებებით რომ მოხდეს პოპულაციის ზრდა საქართველოს მოსახლეობის და დაინტერესება უნდა იყოს და ალბათ თავრობის მხრიდან ბიზნესის მხრიდან და რაღაც ხელშეწყობა ამ მხრივ უნდა იყოს. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ბოლნისში 1955 წელს ჩამოყალიბდა. სახალხო წოდებაც მიიღო და ქართული ცეკვის საიდუმლოსაც მრავალი თაობა ეზიარა. დღეს ანსამბლს ბესიკ ტოგონიძე ხელმძღვანელობს და ნაციონალურ ცეკვებს ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების ბავშვებსაც ასწავლის. ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაზე კი რაიონში, სადაც ქართველები უმცირესობაში არიან, ანსამბლი სიონი ზრუნავს. ფოლკლორის მოყვარულები 1961 წელს ზაურ ხუჯაძეს გაუერთიანებია. დღეს მის საქმეს დავით ყაველაშვილი პირველი თაობის 4 და რამდენიმე ახალგაზრდა მომღერალთან ერთად აგრძელებს.